Arția პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან მთაწმინდის ბიზნეს ცენტრთან დილიდან შეიკრიბნენ საბანკო და კერძო სესხებისგან დაზარალებული ადამიანები. მათ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა სურდათ. შეყრებილების მთავარი მოთხოვნა დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხების მიღება. ბანკებითა და კერძო იპოთეკარებისგან დაზარალებული ადამიანები ამბობენ, რომ მხოლოდ დაბალპროცენტიანი სესხების მიღებით შეძლებენ ბინების დაბრუნებას. გარდა ამისა, ისინი აპირებენ შესაბამისი წერილი კათოლიკოს პატრიარქსაც დაუგზავნონ. ჩვენი მოთხოვნა მივმართოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამ იპოთეკებისაგან და ბანკებისგან დაზარალებულები ამოგვიდგენ მხარში, ვინაიდან ვითხოვთ გრძელვადიან სესხებს და ვითხოვთ აღსრულებისა და გამოსახლებების შეჩერებას. აი ამ მიზნით ვართ შეკრებილები. ვთხოვთ ბატონ ივანიშვილს, რომ გააკეთოს, გადადგას ეს ნაბიჯი, გადაწყვიტოს უსწრაფესად, ვინაიდან ჩვენ ვრჩებით უსახკარო. ჩვენ გვაქვს ორი მოთხოვნა. გვინდა რომ შევხვდეთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და გადავცეთ ჩვენი მოთხოვნა, რომ შეწყდეს საახსრულებო გამოსახლებები. ანუ ადამიანთა ღირაცის ქვეშ დატოვება და მეორე მოგვცენ როგორმე რაიმე გზით დაბალპროცენტიანი მრავალწლიანი ანუ გრძელვადიანი სესხები, რათა შევძლოთ ჩვენი ბინების უკან დაბრუნება.